საქართველოს სრული ჩაბნელებიდან 10 დღის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა მართლა დატოვა. ამ ინფორმაციას მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს. მისივე განმარტებით ზარდიაშვილი თავისი სურვილით წავიდა, თუმცა განცხადება ჯერ არ დაუწერია, რადგან ის შვებულებაშია და თანამდებობას ოფიციალურად მას შემდეგ დატოვებს, რაც შვებულებას დაასრულებს. დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. იგი ზარდიაშვილის წარმატებულ საქმიანობაზე საუბრობს. ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენ ამას არაერთხელ გვისაუბრია, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია ეკონომიკის სამინისტროში მიიღება ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ამაში მე არჩევები. მამუკა მდინარაძის კადრად ცნობილ ვანო ზარდიაშვილს ელექტროსისტემიდან წასვლის რეალურ მიზეზებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ღიად არც უწყებაში საუბრობენ, თუმცა არ ეთანხმებიან სემეკის დასკვნას და ამბობენ, რომ 24 ივლისის საყოველთაო ჩაბნელება ვერ იქნება მხოლოდ ზარდიაშვილის ბრალი და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც სისტემას უკვე ათეულობით წელია აქვს. რამ შექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები? ოპოზიციას თავისი ვერსია აქვს. ივანიშვილის ბიტკოინების ფასი, ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან გაძვირებული დენის ტარიფით, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის ჩაბნელებაზე, ელექტროსისტემაში, ენერგეტიკაში, კორუფციაზე ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს, მისი სწორედ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, ქვეყანა სრულად დამოკიდებული გახდა მტრულ სახელმწიფოზე, ოკუპანტზე, რუსეთის ფედერაციაზე და ჩვენ ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიას რუსეთიდან ვყიდულობთ. ქართული ოცნების ოპოზიციას მიაჩნია, რომ მიზეზი ივანიშვილის მმართველობის სისტემაა, როცა თანამდებობიდან პროფესიონალებს უშვებენ და პარტიულ კადრებს ნიშნავენ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ფარულავას აზრით პასუხისმგებელი მხოლოდ ზარდიაშვილი არ არის. 33%-ით საქართველოში გაძვირდა დენი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გვეუბნებოდა, გვიმტკიცებდა, რომ ეს გაძვირება სჭირდებოდა იმას, რომ ქვეყანაში არ მომხდარიყო ავარიული გათიშვა. ავარიული გათიშვა საქართველოში მოხდა, მაგრამ სემეკის თავმჯდომარე კვლავ დავით ნარმანია. ვანო ზარდიაშვილს დაუფასეს სასამართლო სისტემაში მურუსზე ჩინჩალაძის ჩაბეტონება და ამის გამო მდინარაძემ ის სახელმწიფო ელექტროსისტემაში დანიშნა და 18,000 ლარს იღებდა გადასახადის გადამხდელების ხარჯზე. ის, რომ საქართველოს სრულ ჩაბნელებას მხოლოდ ვანო ზარდიაშვილი არ უნდა შეეწიროს, ამაზე სხვა ოპოზიციონერებიც საუბრობენ. პარტია ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობს. შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე აღმოჩნდა, რომ დინარაძის კადრი ყოფილა, რეალურად ეს არის კლანური დაპირისპირებები, რეალურად ეს არანაირ შემხებლობაში არ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასთან. კობახიძე ცდილობს სანამ შეუძლია თავისი კადრი მდინარაძე აქეთ-იქით ატაროს, მაგრამ როდესაც მას აღარ შესწევს ამ საბნის დახურვა, ამას ეწირებიან ცალკეული კადრები, ისე როგორც ეს მოხდა ზარდიაშვილის შემთხვევაში. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ უკვე წარადგინა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები. სამუშაო ჯგუფის განმარტებით 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო. დარჩა იზოლირებულ რეჟიმში და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას უნდა ემუქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფისათვის. ამ განმარტების მიუხედავად ჯერ საბოლოოდ არ არის ცნობილი, რატომ ვერ მოხერხდა ქვეყნის ორჯერ საყოველთაო გათიშვის თავიდან აცილება.